თქვენ უყურებთ Sport Times და როგორც შეგვიძლია გადაცემის მეორე ნაწილში რაგბის შესახებ ვისაუბრეთ. ძალიან მივეჩვიეთ რუსეთის ნაკრების დამარცხებას, ტრადიციად იქცა, ასე ვთქვათ, რაც არის უდიდესი შოუმის და კონსორტი მონდომების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი, რაგბიზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 22 თებერვალს დინამო არენაზე უმასპინძლებს რუსეთის ნაკრებს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და აი ამ თამაშთან დაკავშირებით დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად არიან რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიანი ჟარაძე და რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსვერიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაანება და ბრწყინვალე თამაშით დაემშვიდობა ქართულ რაგბის სპორტის გულშემატკივარს. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ჩვენ ახლა ვნახავთ სიუჟეტს, სადაც არის ასახული რუსეთის ნაკრებთან შეხვედრის ისტორიაც და მზადებას, თუ როგორ ემზადება ჩვენი გუნდი და შემდეგ დავიწყებთ საუბარს სტუმრებთან. ხუთმეტი მოგება ერთი ფრე და ერთი წაგება. სწორედ ასეთია საქართველოს-რუსეთის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა. საქართველოს ნაკრები ისტორიულ მოწინააღმდეგესთან მხოლოდ ერთხელ 1993 წელს დამარცხდა. მას შემდეგ ბორჯღალოსნების უპირატესობა თვალში საცემია. ფრე 2002 წელს დაფიქსირდა. თბილისში ეროვნულ სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა 12-12 დასრულდა. ამ დრომდე კი გუნდებს 3 მატჩი ჰქონდათ გამართული. სამივე შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა შეძლეს წარმატების მოპოვება. ორჯერ საკუთარ მოედანზე 29-20 და 12-6. ერთხელ სტუმრად 25-23. კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა 2010 წელს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში მოიპოვა. საქართველოს რუსეთს შორის არსებული დაძაბული მდგომარეობის ფონზე რაგბის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით შეხვედრა თურქეთის ქალაქში ჩატარდა. ტრაბზონამდე კი ქართველები პრინციპულ მეტოქეს 8 ჯერ შეხვდნენ. 8-ვე დაპირისპირება ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ პირველი მატჩი 2009 წელს უკრაინაში მარიუპოლში გაიმართა და ტრადიციულად ქართველების გამარჯვებით 29-21 დასრულდა. რაც შეეხება თურქეთში ჩატარებულ შეხვედრას, 2010 წლის 20 მარტს რუსეთის ნაკრების ჩათვლის ზონა ქართველმა მორაგბეებმა 5 ჯერ აიღეს, საბოლოოდ 36-8. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა რუსეთის საკუთარ მოედანზე კიდევ ერთხელ დაამარცხა 15-9. 2012 წელს კი სარეკორდო სხვაობა დაფიქსირდა. რიგით მე-14 გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა თბილისში იზეიმეს. მიხეილ მესხზე გამართული მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ბორჯღალოსნებმა მეტოქე 46 ბურთიანი სხვაობით გაანადგურეს 46-0. საქართველოს-რუსეთის ბოლო სარაგბო დაპირისპირება 2013 წელს სოჩში გაიმართა. ამჯერად 14 ბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა 23-9. რუსეთის ნაკრებთან რიგით მე-18 დაპირისპირება საქართველოს ეროვნული გუნდი 1000-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერის რანგში ხვდება. მილტონ ჰეიგის გუნდმა მოახლოებული შეხვედრისთვის მზადება დღეს არასრული შემადგენლობით დაიწყო. ეროვნულმა ნაკრებმა შევარდენის ბაზაზე ივარჯიშა. სტატისტიკას არ აქვს მნიშვნელობა რუსეთთან რთული მატჩი გველის. კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს მომავალ შეხვედრაში წარმატების მოპოვება თითოეული ქართველისთვის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენ ჯგუფში პირველ ადგილზე გვსურს გასვლა, ასე რომ სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით. იმედი მაქვს სტადიონის შევივსება და გულშემატკივარი აქტიურად დაგვიჭერს მხარს. დღეს შევიკრიბეთ თლიანი მოცულით, იმიტომ რომ სამი ბიჭი არის ჩამოსასვლელი, ხვალიდან დავდგებით მთელი გუნდი და შევესწრებით რომ ყველაფერი გავაკეთოთ ის რაც დავალება აქვს მოცემული და ბიჭებთან ყველას განწყობა უმაღლესი გვაქვს და უნდა ვიმოც უმაღლეს. არასპორტულ ხარისს რომ მიმართოთ რუსეთთან მაინც დამოკიდებულება გვაქვს რომ მაინც ფსიქოლოგიურად და ის სხვა თამაშია და ყველაფერს შევესწრებით რომ ქართული ხალხიც გავახაროთ და ყველა ჩვენი მაყურებელი. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი ჩვენთვის რუსეთთან. ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული ემოციური ფონია, მაგრამ ამის გარდა ამ თამაშის მოგებით ჩვენ შეგვიძლია უკვე მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვოთ და იმ ორ გუნდში მოვხვდეთ, რომელსაც ვეღარ დაეწევა ჩვენი ქვეჯგუფიდან და უკვე ოფიციალურად მსოფლიო თასის საგზური გვექნება ჩილეში. სარაგბო სამყაროში ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების შესახებ საუბარი აქტუალური გახდა. ბორჯღალოსნების მიერ სამოას დამარცხების შემდეგ რაგბის საერთაშორისო კავშირის მაღალჩინოსნები 6 ერის გათამაშების ფორმატის შეცვლაზეც დაფიქრდნენ. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად 2017 წელს ARB-მ შესაძლოა ევროპულ რაგბში გარკვეული ცვლილებები განახორციელოს.
საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა კი 22 თებერვალს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 17 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს. აი ნახეთ როგორ მემზადებით, სასიამოვნო კადრებიც იყო გასახსენებლად და არა მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთს ვამარცხებით, არამედ ვიგებთ თამაშებს და ბატონო გია, რა ვიცი, როგორ მემზადებით ამ თამაშისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც გარკვეული ზედმეტი დაძაბულობა, мотиваცია მაინც ახლავს ხოლმე ამას ვერ გავექცევით ვერანაირად და როგორ მემზადებით ჯერ და მე რაღაც რამდენიმე კითხვა მაქვს, რომელსაც დაგისვათ ორივეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვემზადებით ჩვეულებრივად ეხლა, ახლავს რასაკვირველია გარკვეულწილად ეს დაძაბულობა, თუმცა არა ჩვენი გამოისობით, ჩვენთვის ეს არის ერთი რიგითი თამაში, უნიშნელოვანი ტურნირში, რომელსაც ქვია ერთად 100-ის წლევანდელი გათამაშება, რომელსაც მსოფლიოს საკვალიფიკაციო დატვირთვაც აქვს. ბიჭები ემზადებიან, შეიკრიბნენ. მე ვფიქრობ, რომ გეგმიურად და კარგად მიდის ყველაფერი. თამაში ადვილი, ეხლა როგორ ვთქვა, ეხლა არ იქნება ალბათ ადვილი თამაში, ემოციებიდანაც გამომდინარე. თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებს, მიმაჩნია, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ და ლოგიკური იქნება თუ გავიმარჯვებთ, მაგრამ წინასწარ ჩვენ არასოდეს პროგნოზებს არ ვაკეთებთ. იქნება იქნება უდაოდ ძალიან სერიოზული ორთაბრძოლა და ჩემი ღრმარწმენით თუ ბიჭები თავარია ჯანმრთელად იყოს ყველა, ეს არის მთავარი და თუ ყველაფერს შეასრულებენ, რისი გაკეთებაც მათ იციან და შეუძლიათ, ვფიქრობ, რომ სანერვიულო არ უნდა გქონდეს, თუმცა მაქსიმალური კონცენტრაცია დაგჭირდება უდაოდ და გულშემატკივრების მხარდაჭერა რაც მთავარი. ხო, აი ეს ამაზეც მინდა კითხვა დავსვა, იშვიათად რომ ხა ეროვნულ სტადიონზე ვითამაშოთ, ხო? იშვიათად. ამ შემთხვევაში არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. მე არ ამგონია რომ ეხლა ხალხი არ მოვიდეს და ასე შემდეგ. რამდენად იცვლება ირაკლი, ვთქვათ, გარემო მორაგბეებისთვის ამ ხელა სტადიონზე როცა თამაშობთ. ეხლა გითამაშებთ ბევრჯერ და იმიტომ გეკითხებით კონკრეტულად ეს. ჯერ დიდი პატივია ხა დინამოზე თამაში, იმიტომ რომ მაგას ვისკეთდება, რომ გულშემატკივრებმა უფრო მეტი გაამხნევოს ჩვენი მოთამაშეები, ჩვენი ეროვნული ნაკრები და აუც ძალიან დიდ სტიმულს და ძალას გუმატებს მათი შეძახილი და გვერდში დგომა და იმედი მაქვს, რომ კიდე დაგვაფასებენ ამ ერთხელ და კიდე მოვლენ და გვიბალეში გულშემატკივრობას გაუწევენ ჩვენ ნაკრებს. წინა ორ თამაშს მინდა უსწრებლად შევეხო. ხა ლოგიკური იყო აბსოლუტურად ყველაფერი და ამიტომაც ძალიან ცუდი იყო ბელგიასთან მიუხედავად ამისა, რა ვიცი, ცოტა ზედმეტად სიფრთხილეს ყორიჩენდით რაღაც კომენტარი როცა იყო რომ ამინდის იცი, იმიტომ რომ თამაში იყო ძალიან მაღალი დონის და კარგად ვითამაშეთ. პორტუგალიასთან მოგება ცოტა მოულოდნელად ადვილად უფრო მეტ ბრძოლას ველოდით ალბათ, ხო? აი ამ კუთხით რა ხდება გულში ხა რაღაც სათამაშო სქემები რაღაც ახალი თუ ყოველთვის ვითარდებით ვიცი და მე ესე მივდივართ თანამედროვე რაკს მივსდევს. ბელგიის წინააღმდეგ ეხა კლიმატური პირობები ძალიან რთული იყო და ეხა რაც უნდა იყოს ძალიან რთულ არაფერს არ ვფრთხილდებოდით, მაგრამ უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მეტის გაკეთება და ბიჭებმა თავი დადეს, გამარჯვება მოიპოვეს და რაც შეეხება პორტუგალიას, პორტუგალია ეხა რო ვთქვათ, რომ სუსტი იყო, არა, ალბათ ჩვენ მივდივართ და წინ მივდივართ და ვუმატებთ და იმიტომ რომ მე ერთი თამაში მახსოვს 40-0 გავიმარჯვეთ საქართველოში, ერთი რაც დიდი ანგარიშით დასრულდა და ეს იყო მეორე გამარჯვება, რაც ესეთი, იმიტომ რომ პორტუგალიასთან ყოველთვის რთული თამაში იყო და ყოველთვის გვიჭირდა. იქ იქნებოდა თუ საქართველოში ყოველთვის. ხო, და მაგას ძალიან რთული იყო. რაღაცა კარგად და სწორად რომ მივდივართ, ეს არის მაგით მანიშნები. და სწორად ვითარდებით და ბატონო, ტრამვები ახსენეთ, ყველა ჯანმრთელად იყოს და რამე ინფორმაცია ხო არ არის ესეთი მნიშვნელოვანი გულშემატკივრებას მიაწოდოს შემადგენლობის ხრა. არა, იმ ცნელები რომ გამოაცხადებენ შემადგენლობას, მე გამოაცხადებენ. ეხლა მინდა შევეხო მასპინძლობას, ისე ტრიბუნეს, სულ გვაქვს ხოლმე ამაზე საუბარი, რაღაც ვრცელდება რაღაც სოციალური ქსელებით რაღაც მოწოდებები, როგორ უნდა მოიქცეს გულშემატკივარი და ასე შემდეგ. მე შორს ვარ იმაზე, რომ მაშინაც ვილაპარაკეთ, რომ ჯგუფს არავის არ ვარიგებთ, მაგრამ დამოკიდებულება მორაგბეებს შორის, ვინც ყოფილა იმ მესამე ტაიმებზე და ვით იცის და
ამას კიდევ ერთხელ უნდა გაუსვათ სამწუხაროდ ხაზი. თან ვიცით რომ სერიოზული სტუმრები გვეყოლება და შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ შესაბამისი ალბათ. ნამდვილად არ ვაპირებ ჭკუის სწავლებას ვიღაცისთვის, უბრალოდ მინდა რომ ყურადღებით დამეგდოს ჩემო გულშემატკივრო, რომ ყურადღებით მოეპყრას იმას, რასაც ვიტყვი. ჩვენი გუნდი ვითარდება ის თემა რო გავაგრძელოთ და ჩემი რწმენით პორტუგალიასთან გამარჯვება ამას მეტყოლებს, ვიღაცას გონია რომ ესე მარტივად და ადვილად მივახციეთ ამ გამარჯვებას. პორტუგალია შესანიშნავი გუნდია, მებრძოლი, მეომარი, ბოლო წამამდე მებრძოლი გუნდია და ნუ ალბათ ჩვენ გავიზარდეთ ახლა ისე რომ ესეთი რეზულტატი დამთავრდა და ჩვენ სულ ლაპარაკობთ იმაზე რომ გვინდა მსოფლიო ელიტაში შესვლა. ჩვენ გვინდა გულშემატკივრების საყვარელი თემა რატომ არა ვართ 6 ერში. რატომ არა ვართ იქ, რატომ არა ვართ აქ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ რომ სპორტული თვალსაზრისით გავიზარდოთ და დავიმსახუროთ ეს უფლება, მაგრამ რაგბი არ არის მხოლოდ მოთამაშეები, რომლებიც მინდორზე თამაშობენ. იმ ხალხისთვის, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს არის ზოგადად სარაგბო კულტურა, დამოკიდებულება, სტადიონებზე მაყურებლის რაოდენობა, ამ მაყურებლის მოქცევის კულტურა. რაგბი ძალიან ისეთი სახეობაა სპორტის, სადაც უამრავ დეტალს აქვს მნიშვნელობა და მე მინდა მოვახსენო ჩვენს გულშემატკივრებს, რომ ამ თამაშს დაესწრება ჩვენი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ბერნა ლაპასე. ძალიან ბევრი სტუმრები იქნებიან, ახლა არ ვიცი მართალი გითხრათ რამ გამოიწვია ესეთი ინტერესი, მაინც და მაინც ამ თამაშმა, მაგრამ რაჯობია, ჩამოდის ეს ხალხი და ჩვენ სიამოვნებით უმასპინძლებთ და ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან არა მარტო სპორტულ პერიპეტიებს მოედანზე, არამედ ატმოსფეროს მოედანზე და ასე შემდეგ. მე მეც არ ვიტყვი და მე ჩვენ ქართველები ვართ და სტუმართ მოყვარეობა და სტუმრის მიმართ დამოკიდებულება სისხლში გვიზის და მე მესმის იმ ხალხის გადასარევა, ძალიან კარგად მესმის პოლიტიკური თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ახლა იმ გენერლებს ხوار ვეთამაშებით, არა ვეთამაშებით ბიჭებს, ღირსეულ კაცებს, ძალიან ღირსეულ კაცებს, ჩვენი ბიჭების მეგობრებს, რომლებთანაც ომი მიდის მოედანზე, თორე მოედნის მიღმა მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს, მაგრამ დაგვიჯერეთ რომ ძალიან ღირსეული ბიჭები არიან. იმის შესაძლებლობა რომ აგვისტოში პირველი ისინი იყვნენ, ვინც თქვენ მოგმართეს და მხარში დაგიდგენ იმ ომის დროს, ზედმეტი ეს ბანალურად იქცა ეს თემები ბანალურად. ასე რომ მხარდაჭერა იქნება მოსვლაში პირველ რიგში და ჩვენი ნაკრების მხურვალე მხარდაჭერაში, მე ესე მგონია და პირიქით თუ ჩვენი ინფორმაციით ჩამოდიან გულშემატკივრები რუსეთიდან, ვეტერანების მთელი ჯგუფი ჩამოდის, რომლებიც ჩვენ ვეტერანებთან თამაშს გამართავენ და ერთად მივლენ სტადიონზე. პირიქით, ალბათ უნდა მოვეფეროთ მათ, იმიტომ რომ ისინი მოდიან ნამდვილად მეგობრული გზნობებით აქ და არა სამტროდ. და ვისთანაც გვაქვს სამტრო, ნუ ეგ სხვა თემა არის რა. და ბიჭები გააგრძელებენ თავის ტრადიციას, ეცდებიან და ეს კიდე სიხარული არის ყველაზე მთავარი. შეძინონ ჩვენ ქვეყანას. გასაკვირველი. პატივი უნდა ვცეთ. გულშემატკივრად ბიჭები ყველაფერს იზამენ, საიმისოდ რომ სტადიონზე მოსული ხალხი და მთელი საქართველო კიდევ ერთხელ გაახარონ. მე მაგაში ეჭვი არ მეპარებ. და ეხლა ეგ ცხრილი მიდევს, საათ შეიძლება ჩვენ მოვხვდეთ, ამაზე ბევრი საუბარია, ზელანდიასთან არ გვითამაშია, არჩე ყველა თამაშები გვაქვს. რა ვიცი, მე როგორ ვკითხოთ ეხლა, სად გირჩევნია, თქვა ადგილი, პირველ ადგილს დაკავებისთვის ვითამაშებთ, ხო, ცხადია ჩვენთან. ნუ აქ არის ვარიანტები, თქვა C-ჯგუფი, ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა, ევროპის პირველი გუნდი, აფრიკის. ხო, ნუ პირველ რიგში ნუ ირაკლი დაამატებს მე ეს ჩვენი ცხოვრების წესია, ხო, საერთოდ რაღაცა გარიგებული თამაშები და ამას მოვიგებ იმას. არა, გარიგებული არა, მაგრამ სტრატეგი რაღაც ხო შეიძლება ვთქვათ, თუნდაც სტრატეგიულად. ატონია, რო იყოს ძალიან სუსტი ჯგუფიც ეს, სადაც შეიძლება გასვლა. მაინც არის ზავ. არ ვიზამთ არასოდეს, იმიტომ რომ ჩვენი საქმე არის თამაშის მოგება. რა თქმა უნდა. და ჩვენი გულშემატკივრის გახარება. ეხლა ჩვენ რუსებთან რო წაგვეგო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის წინ დავდიოდით ბევრად უკეთეს ჯგუფს და რა გვექნა ეხლა წაგვეგო ეხლა ამ რუსებთან და უკეთეს არა რასაკვირველია ეხლა სუფთა პრაგმატული თვალსაზრისით ისე დაემთხოვა ჩვენ აქ ემთხოვა ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ პირველი ადგილი აგიხსნით რატომ იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიღებთ პირველ ადგილს ვიგებთ ამ ერთადას და შესაბამისად პირველ ადგილს ხვდებით C ჯგუფში
სადაც არიან ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა და აფრიკის მეორე გუნდი. ალბათ სავარაუდოდ ნამიბია. მეორე თუ პირველი ძველი. ნუ სამხრეთ აფრიკაც აფრიკაა. ხო, დიახ. ასაგებია, ხო? ეხლა ამ ვარიანტში თეორიულად ჩვენ ერთი გამარჯვება გვაქვს აფრიკის გუნდთან. თეორიულად უნდა მოვიგოთ, ხო, ყველანაირი ლოგიკით. შეგვიძლია სრული კონცენტრაცია ტონგასთან თამაშზე, და პირველი თამაშია, პირველივე თამაშზე დავიხარჯოთ, დავიმოვიკლოთ და მოიხარ თუ სამოასთან შევძელით თეორიულად რატო არ შეიძლება ტონგასთან. მაშინ ამოცანა შესრულებულია ჩვენი, ორ თამაშს ვიგებ და ავტომატურად ხვდებით შემდეგ სოფლიო ჩემპიონატზე ყოველგვარი კვალიფიკაციის გარეშე და მე პირობას გადავ ჯერ მოვიგოთ ეს 1000, ჯერ ეს აგვაქვს გასაკეთებელი. თუ ჩვენ მოვიგეთ 1000 და მოხდით ამ ქვეჯგუფში და თუ უფალმა ინება და ბიჭებმა შეძლეს სასწაულის მოხდენა და ტონგას მოუგეთ, მე განახებთ არგენტინას და რა მოხდება. შესაძლებელიც არის ნოემბრის ტესტებს რო გადავხედოთ სამოს მე უკვე შესაძლებელია და უფრო წინ უნდა წავიდეთ და უკუსლის უფლება არ აქვს დავასრულოთ უკაცრავად ირაკლი ბოდიში გაგაწყვეტინე ჩვენ არგენტინასთან ვიცით როგორ უნდა ვითამაშოთ ჩვენ ორჯერ ვითამაშეთ სოფლიო ჩემპიონატზე შარშან უდიდესი პატივი დაგვდო არგენტინის ფედერაციამ და დაგვპატიჟა რაც ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო და კინაღამ მოუგეთ კინაღამ ძალიან ცოტა დაგვაკდა რომ მოგვეგო ამ გუნდისთვის და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიცით და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი თამაში იქნება და ახალ ზელანდიასთან თამაში არის ნებისმიერი მორაგბის ოცნება შეიძლება ისე დაამთავრო შენი კარიერა და ირაკლი უკეთესად იტყვის როგორ დაწყდება გული ხო არა გული არ დაწყდება მაგრამ ვეღარ ითამაშებს იმიტომ დაწყდება ხო უამრავ ვიღაცას დაწყდა და ეხლა წარმოიდგინეთ რა შანსი ეძლევა საქართველოს ნაკრებს რომ ითამაშოს სოფლიოს საუკეთესო გუნდთან ასე რომ პრაგმატულადაც ჩვენ მოხდა ისე რომ გარდა იმისა ჩვენ ესე ცხოვრობდე ჩვენ წესია და თან გვინდა მოგებისთვის უნდა ვითამაშოთ პრაგმატულადაც გვაწყობს რომ აი ამ ქვეჯგუფში მოხდეთ. თან აქვე გაუსვათ ხაზი იმას რომ რუსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ეს სატურნირო თვალსაზრისით ასე თქვა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ გულშემატკივარს უბრალოდ თხოვოთ რომ მოვიდეს. არ მგონია პრობლემა იყოს. ირაკლი იტყვის ახლა რომ არ არის რუსები ესეთი ანუ რუსებს რაც შეეხება თავდადებენ და ყოველთვის ხა ფიზიკურად ძალიან მოწინააღმდეგე იყო და ყველაფერს გააკეთებენ რომ თან ახლა წლების მანძილზეა და მაგათაც იმედი მაქვს და ყველას იმედი გვაქვს ჩვენი ტრადიცია გაგრძელდება. და რაც შეეხება გულშემატკივარს მინდა ეთხოვ ახლა ამას თქვა რომ ჭუის დარიგების თვალსაზრისით დავიძახი და თხოვნა ახლა წლების მანძილზე 13 წელია რუსეთის წინააღმდეგ თამაშობდი და ჩვენ ჰიმნზე და რაღაც შეურაცხყოფა ყოველთვის პატივს გწევდნენ და ხალხს უყვარს საქართველო და საქართველოს ნაკრები და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება რომ ერთ-ერთი ჩვენი იმ განვითარებისთვის რაც გიამ თქვა რომ საერთაშორისო ფედერაციის ის თავკაც ჩამოდის და ამიტომ ყველაფერში მარტო მოგება და წაგება არ არის ყველაფერს აქცევენ ყურადღებას და ამიტომ პატივი უნდა უცეთ ჩვენ მოწინააღმდეგეს და ასევე ჩვენ ბიჭებს და უნდა გავამხნევოთ ერთი თხოვნა ეგ იქნება ჩემი ანუ ხაზი გავუსვათ იმას რომ ჩვენს პროგრამებს არ სიამოვნებთ როცა მათ მეტოქეს გულშემატკივარი აკანებს შეურაცხყოფას პირიქით იმიტომ რომ ეს არის სარაგბო ტრადიციის უხეში დარღვევა კი არადროს არ ყოფილა უხეში დარღვევა და არ ხდება ეგეთი რამ სოფლიოში ბოლო კითხვას დაგისვათ ბატონგია ჩვენი გულშემატკივარი მოიქცათ ისეულად მოვიგეთ გავედით პირველზე მოუგეთ ტონგას მოუგეთ აფრიკის გუნდს აი მე რამდენად უახლოვდებით იმ ჩვენს ანუკვარ ოცნებას 6 ერში მონაწილეობას. რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს რა ხო შეიძლება ხა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრს აინტერესებს მართლა და ამაზე საუბრობენ. მინდა გითხრათ რომ ჩემდა გასაოცრად ბოლო 3 კვირის განმავლობაში სამა თუ არ მეშლება ძალიან ცნობილმა სარაგბო ток-შოუმ მიუძღვნა თავის გადაცემები აი ზუსტად ამ თემას. BBC-ზე იყო არა მარტო და უფრო მეტი ხალხი და ეს ხალხი ვინ არიან ახლა ირლანდიის ყოფილი კაპიტანი, ეგრევე ცნობილი მორაგბე, ძალიან ცნობილი კომენტატორი, ცნობილი სპეციალისტი, რომ აბა რა ხდება ერთი, რატო არ არის საქართველოს ამ 6 ერში? აი იტალია რომ მივიღეთ, გახსოვთ? აი ნახეთ ხო გაამართლა რა როგორ ვითარდება. ანუ ეს ლაპარაკები არის, მაგრამ მე კიდევ ვიძახი 6 ერი ეს არის კომერციული ტურნირი.
კარგია რომ დაიწყეს ლაპარაკი, იმიტომ რომ ადრე თუ გიან ეს მოხდება. მე არ ამგონია რომ მოხდეს უახლოეს 2-3-4 წელიწადში. არ ამგონია, იმიტომ რომ დიდ ფულთან არის დაკავშირებული და ესე მარტივად ვერ შეელევიან ამ ფულს. მაგრამ ეს მოხდება და ჩვენი საქმე არის სპორტული თვალსაზრისით დავიმსახუროთ ეს დაუმტკიცოთ მათ. ეს პროცესია, ჩვენ სულ ვითარდებით. ბატონო, სპორტული თვალსაზრისით დამსახურებული გვაქვს უკვე და რა ვიცი. სპორტული თვალსაზრისითაც გვისაუბრენ, ისინიც ამბობენ ამას. ამბობენ კი ბატონო, მაგრამ უფრო პოლიტიკურად ვერ შევდივართ. ჩვენ უფრო თვითკრიტიკულები ვართ, აი როდესაც ჩვენ დავიწყებთ სისტემატურად შოტლანდიის დამარცხებას, იტალიის, აი ეს ორი გუნდია, ხო? ნუ გემოვნების ამბავი ალბათ. მე ვფიქრობ, რომ უფრო შოტლანდია ჩვენი, ასე ვთქვათ, საკბილო უახლოეს მომავალში. ზოგს გონია, რომ იტალია, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება ვიმჟელოთ ამაზე, მაშინ როდესაც 4 წელიწადში ერთხელ ვეთამაშებოდით აქამდე. ეხლა დავიწყეთ, ხო, უფრო ხშირად და ხშირად ვთამაშობთ კარგ გუნდებთან. ეს ახალი ეტაპია. ეს ეტაპი რამდენიმე წელი გაიზრდება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ამერიკელებთან, კანადელებთან, ტონგასთან, სამოასთან, ფიჯისთან, იაპონიასთან და წელიწადში ერთხელ ერთ კარგ გუნდთან. და რაღაცას წავაგებთ, რაღაცას მოვიგებთ, მაგრამ დონე ჩვენი და ხარისხი გაიზრდება უდაოდ და აუცილებლად დადგება ეს დღე. მე აი ამ დღეს ვხედავ და მე ვიცი ზუსტად რომ ეს მოხდება და არც თუ ისეთ შორეულ პერსპექტივაში მინდა გითხრათ. მშვიდობა იყოს, მხარდაჭერა იყოს ფინანსური და მორალური ქართული რაგბის და ჩვენ გვერწმუნეთ რომ ვიცით როგორ უნდა გამოვითაროთ რაგბი ისე რომ აი სანუკვარი ოცნება ავისრულოთ. კარგით. წარმატებებს გისურვებთ, ეს გადამრჩენია. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით თამაშამდე ერთმანეთს პარასკევს კარგად ტრადიციულად დასტილი შუადღეში რაგბების სტუმრობა. გიანი ჟერაძე რეკლამის ვერჯერა ჩვენი დამავიწყდა ჩვენი მორაგბეების სახელით მინდა მიულოცოთ ყალბურთელებს გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანი უსურო წარმატება თურქეთში განმეორებით მატჩი. ძუდოისტებს მიულოცო წარმატებები და ყველას ჩვენ კოლეგებს და ყველა მინდა იცოდეს რომ ჩვენ ფეხბურთელებს, ხელბურთელებს, მოჭიდავეებს ყველას რომ ჩვენ ყველას წარმატება გვიხარია და ვოცნებობთ, როდესაც 6-7-8 სახეობა საქართველოში დაასწრებს ერთმანეთს იმაში თუ ვინ უფრო გაახარებს ქართულ გულშემატკივარს. ასე რომ ჩვენგან დიდი პატივისცემა მინდა გადავცემ მათ. კი ბატონო, დიდი მადლობა. გიანი ჟერაძე რეკლამის ვერჯერა იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები, წარმატებებს გისურვებთ და გულშემატკივარს ველოდებით ტრიბუნებზე.